ბათუმის საქალაქო სასამართლოში მზია ამაღლობელის ადმინისტრაციული წესით დაკავების საქმეზე სასამართლო პროცესი გადაიდო. მედია მენეჯერი სასამართლო პროცესს დისტანციურად ესწრებოდა. სხდომაზე დავის ერთ-ერთი საგანი აჭარის პოლიციის დეპარტამენტის უფროსის გრიგოლ ბესილიასა და ბათუმის პოლიციის უფროსის ირაკლი დგებუაძის დაკითხვის საკითხი გახდა. მზია ამაღლობელის დაკავების კადრებში ჩანს, რომ მედია მენეჯერს ბესელია აკავებს. ირაკლი დგებუაძე კი ამბობს, რომ მას 150 მუხლით აკავებენ. შინაგან საქმეთა სამინისტროს წარმომადგენლის მარიამ კერესელიძის თქმით, არც დგებუაძე და არც ბესელიას საქმესთან შემხებლობა არ აქვს. დავუშვათ ადმინისტრაციული დაკავების შემსწრე ავტომატურად არის ამავე დროს არის სამართლის დაკავების შემსწრე პირიც, მაშინ მხარემ უნდა დაასაბუთოს აღმოჩენილი. ვინაიდან მხარემ წარმოადგენდა შუამდგომლობა, რომელიც არ იყო დასაბუთებული და პირდაპირ მიუთითებდა, რომ ეს პირები მხოლოდ ადმინისტრაციულ დაკავებას შეესწრნენ, ბუნებრივია ჩვენი შეპირისპირება ნებისმიერი საკითხი მტკიცებულების წარმოქმნა ადმინისტრაციულ დაკავებასთან, მოწმის ჩვენების მოსმენა ადმინისტრაციულ დაკავებასთან, რაზეც იშუამდგომლეს მოწინააღმდეგე მხარებმა ყველას პროცესუალური კანონმდებლობიდან გამომდინარე უთხარი ჩემი პოზიცია უარი, რომ არ უნდა დაკმაყოფილიყო ეს შუამდგომლობა იმ დასაბუთებით, რომ დავის საგანთან უნდა იყოს მიმართებული შუამდგომლობა. საპირისპირო პოზიცია აქვს დაცვის მხარეს. ახალგაზრდა იურისტთა ასოციაციის თავმჯდომარის ნონა ქურდოვანიძის თქმით, რომელიც ამაღლობელის უფლებებს იცავს, გრიგოლ ბესელია და ირაკლი დგებუაძე სასამართლო პროცესზე უნდა დაიკითხონ, თუმცა მოსამართლეს სალიხ შაენიძეს მათი დაკითხვის თაობაზე სასამართლო პროცესზე გადაწყვეტილება არ მიუღია. რა თქმა უნდა, ეს ადამიანები არიან შემხებლობაში ადმინისტრაციულ სამართალდარღვევასთან და ზოგადად საქმესთან. ჩვენ მათ დაკითხვას ვითხოვდით რამდენიმე გარემოების გამო. პირველი, იმიტომ რომ უშუალოდ ვინც აკავებს, ვინც იღებს გადაწყვეტილებას, რომ მზია ამაღლობელის სამართალდარღვევა ჩაიქმნა, ეს არის გრიგოლ ბესელია. მან მიიღო გადაწყვეტილება მზიას დაკავების შესახებ და მან დააკავა და ამის ვიდეო მტკიცებულება არსებობს. და ჩვენ სწორედ აი ამ გარემოებთან დაკავშირებით გვსურდა მისი გამოკითხვა, კონკრეტულად რატო რის გამო მოხდა მისი დაკავება, რაც შეეხება ირაკლი დგებუაძეს, მის გამოკითხვას ჩვენ ვითხოვდით მოწმის სახით, იმიტომ რომ ირაკლი დგებუაძე განმარტავს მზია ამაღლობელის დაკავების შემდგომ, რომ ის დააკავეს 150 მუხლით, ანუ სხვა მუხლით და არა იმ მუხლით, რაზეც შემდგომ ოქმი შეუდგინეს. მოსამართლემ თქვა, რომ ეს საკითხი ჯერ გადაწყვეტილი ბოლომდე არ არის და ამ საკითხს დაუბრუნდებიან. მან თქვა, რომ საქმის განხილვისას, ვიდეო მტკიცებულებების გამოკვლევისას თუ ჩაითვალა, რომ მათი გამოკითხვა მნიშვნელოვანია მოწმეთ, მერე დაუბრუნდება ამ საკითხის განხილვას. ჩვენ ასეთი ფორმით ამის დაკმაყოფილებას რა თქმა უნდა არ უთანხმებით, თუმცა ამას არსებითი მნიშვნელობა ახლა არ აქვს, რადგან ეს საკითხი ჯერ გადაწყვეტილი არ არის და კიდე შეიძლება ამაზე მსჯელობა. ქართული ოცნების შინაგან საქმეთა სამინისტრო ამაღლობელს 11 იანვარს აქციაზე პოლიციელის შეურაცხყოფას ედავება და წარმოება 173 მუხლით აქვს დაწყებული. მედია მენეჯერის უფლებადამცველები ამბობენ, რომ მზია ამაღლობელის დაკავების ოქმი გაყალბებულია და ის არა პოლიციელის შეურაცხყოფისთვის, არამედ შენობაზე სტიკერის მიკრის გამო დააკავეს. შენობაზე სტიკერის გაკვლის გამო ამაღლობელის დაკავებას ადასტურებს ვიდეო მასალა, რომელიც გამოცემა ბათუმელებმა პოლიტპატიმრის დაკავების დროს გადაიღო. ვიდეოში ჩანს, რომ მზია ამაღლობელი პოლიციას შეურაცხყოფას არ აყენებს და მას 150 მუხლით აკავებენ. ამაღლობელის უფლებადამცველები ამბობენ იმასაც, რომ 150 მუხლით დაკავების საფუძველი არაა. მათი განმარტებით სწორედ ამიტომ ჩაიწერა ოქმში 173 მუხლი, რომლითაც მზია ამაღლობელის დაკავების საფუძველი შეიქმნა. არ ხნა რა გოგო, არ ხნა რა. მზია ამაღლობელს აკავებენ, მზია ამაღლობელს ბათუმელების მენეჯერს აკავებენ, მზია ამაღლობელი დააკავეს. მზია ამაღლობელი დააკავეს ამ მზია ამაღლობელი დააკავეს ახლახანს ბათუმელების ეს არღვევა იყო. ეს არღვევა იყო. ირაკლი ეხლა რა დაარღვია რომ დააკავ ირაკლი? ეხლა რატო დააკავ? რა დაარღვია? ბათუმელებისა და ნეტგაზეთის დამფუძნებლის მზია ამაღლობელის ადმინისტრაციული წესით დაკავების საქმეზე მომდევნო სხდომა 13 მარტს გაიმართება.